მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბარტონი ალექსანდრე თავართქილაძე. მოგესალმებით, ალექსანდრე. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ჩემთვის დიდი პატივია თქვენი სტუმრობა. მე თვალს ვადევნებ თქვენს მოღვაწეობას და თქვენ შრომას. მე ვიცი უამრავი მადლიერი პაციენტი თქვენი და თქვენი დამოკიდებულება ზოგადად თქვენივე პროფესიისადმი ეს ნამდვილად საოცარია და არ შემეძლო რომ არ აღმენიშნა. მადლობა რომ მოიცალეთ და დღევანდელი საუბრის თემა იქნება რელიგია და მეცნიერება, რაღაც ამდაგვარი რუბრიკა ჩვენ დავიწყეთ და პერიოდულად ვაკეთებთ, როდესაც ვსაუბრობთ რომ ადამიანმა შეძლოს აღმოაჩინოს ყველაფერში ღმერთი. თითოეულ უჯრედში, თითოეულ ფოთოლში, სადაც რომელიც სასწაულს აკეთებს, აი სასწაულის და გაოცების, სასწაულის დანახვის და გაოცების უნარი რო კონდეს ადამიანს კიდევ, იმიტომ რომ დღეს ტექნოლოგიებით აი ამ გაჯერებულმა სამყარომ თითქოს დაკარგა ღმერთი და დაკარგა გაოცების უნარი. ნუ არაფერი აღარ უკვირს. საერთოდ ეს ცოტა დეპრესიულია, ხო, ეს ტრიადა, აღარც უხარია, აღარც უნდა, აღარც უკვირს. და აი ეს თვალი, როდესაც გინდა რომ დაინახო ღმერთი ყველაფერში, გინდა რა, ესეც არის. ეს ძალიან დიდ სიღაულს ანიჭებს ადამიანს. ამას წინათ ვნახე კადრი, განაყოფიერების კადრი იყო, როგორი ფლუორესცენტული ნათება ქონდა აი ამ კვერცხუჯრედს განაყოფიერების დროს და ჩემთვის ეს იყო დასტური აი სულის ჩასვლის აი ამ კვერცხუჯრედში, განაყოფიერებულ კვერცხუჯრედში, იმიტომ რომ ეს ნათება გასაგებია რომ ფიზიკით აიხსნება, ქიმიით, ბიოლოგიით, მაგრამ თავისთავად სასწაულია. ასევე ბოლოდროინდელი აღმოჩენები, რომ იგივე პლაცენტა, რომელიც არის ფილტრი ბავშვსა და დედას შორის და რომელიც იცავს, არის მამისგან და მამის ეს როლი და ფუნქცია, რაც აქვს მამას მთელი მისი ცხოვრების განმავლობაში, დაცვის, უსაფრთხოების, უკვე იქვე იწყება მოსლად ყოფნის დროს და ენერგეტიკა. პლაცენტით შემოფარგლა კი. დიახ, და ენერგეტიკა, ეს მიტოქონდრიული ეს ინფორმაცია კი არის დედისგან. და რაღაცა აი ის ყველაფერი, რასაც ჩვენ რელიგიიდან ვიცით და რასაც შევეხებით, შემდგომში მეცნიერება ზოგჯერ ამას ადასტურებს ექსპერიმენტების მეშვეობით. ასე დაიწყო გული, გონება და ნება გახდა ემოცია, აზროვნება, ნებელობა და ნელ-ნელა მეცნიერება თან მიდის ცალკე, თან უახლოვდება რელიგიას და რაც უფრო უახლოვდება, მისთვის არის უკეთესი, ბევრად უფრო მრავალპლასტიანი ხდება მეცნიერება და თუ შორდება, ისევ მეცნიერებისთვის არის ეს საზიანო. მაშასე დავიწყოთ ამ თემაზე საუბარი და ჩემთვის ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრებები რელიგია მეცნიერების გადაკვეთის შესახებ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ქავატონო მარიამ მოწვევისთვის. ძალიან სასიამოვნო თქვენთან საუბარი. ყოველთვის და თქვენს გადაცემაში სტუმრობა. ზოგადად ექიმისთვის და ალბათ ყველა ადამიანისთვის, მაგრამ განსაკუთრებით ექიმისთვის, რომელსაც სიცოცხლესთან აქვს საქმე ყოველდღიურად. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას, ზოგჯერ შეიძლება ეს სიტყვა გარკვეული ჯგუფის საზოგადოებისთვის იყოს არა მოსაწონი, თუმცა რაც არ უნდა დაარქვათ, ჰუმანურობა და ადამიანის სიყვარული, მაინც რელიგია ქვია ამას, ხო? აუცილებელი არის სამედიცინო საქმიანობაში ჩემი პროფესიიდან ვიტყვი ამ ეტაპზე. თუმცა რა თქმა უნდა, ადამიანების სიყვარული ყველა ადამიანის თვისებაა და შესაბამისად ალბათ დღეს უკვე თანამედროვე ფიზიკა მივიდა იმ დონემდე, რომ ყველაფერი ენერგიებია, ყველაფერი კვანტებია და შესაბამისად ყველაზე ნეგატიური რაც შეიძლება აქ იყოს, ეს უკვე ელექტრული იმპულსების გაზომვითაც არის დაფიქსირებული, რომ სიძულვილის ენა არის ყველაზე ენტროპიისკენ მიმართული, ანუ სისტემის მოუწესრიგებლობისკენ მიმართული ველი, რომელიც უკვე იზომება, ანუ არსებობს რაღაცები, რაც გასულ საუკუნეებში მხოლოდ იყო
ფურცელზე, წარმოსახვის დონეზე, თეორიის დონეზე, კრიტიკის დონეზე, მაგრამ ახლა ბევრი რაღაცა უკვე გაზომვადი გახდა. ახლა მეცნიერების ის არის მეცნიერება ის რასაც ზომავს, რასაც ითვლის, რასაც წონის და რელიგია არის და ფსიქოლოგია და ფილოსოფია ის რომელსაც დაესმის კითხვა რატომ ხდება, რატომ დაუშვი და ასე შემდეგ და հետո. რაც შეეხება უშუალოდ იმ საკითხს, რომ რელიგია რა კავშირშია მეცნიერებასთან, რა გადაკვეთაში იმყოფება და რა სკუპირდება სამომავლოდ ყოველწლიურად და დღეს უკვე იმდენად დაჩქარდა მეცნიერების და ტექნოლოგიების განვითარება, რომ ყოველწლიურად იკვეთება სიახლეები იმასთან დაკავშირებით, რომ ლამის რელიგიას ხორცი შეასხეს, მაგრამ არ გინდა რომ დავინახოთ ეს ყველაფერი, თითქოს ასეთ რაღაცა დაგვემართოთ, ასეთ რაღაცა გვჭირს, იმიტომ რომ ჯერ კიდე 1954 წელი 43-44 აინშტაინმა ცნობილი თავის ნაშრომი რო გამოაქვეყნა, ეს იყო მეცნიერება და რელიგია, იქ პირდაპირ დაიწყო მანამ ეს ნაშრომი, ეს მისაწვდომი ეს არის ყველასთვის, რომ ასე ამბობდა, რომ მეცნიერება ისევე ბრმა რელიგიის გარეშე, როგორც რელიგია მეცნიერების გარეშე. ის იმდენად ერთიან სივრცეში და ველში აღიქვამდა ამ ორ რაღაცას ბოლოს მანამდე ნიუტონმაც თქვა, რომ ეს არის ერთი ოკეანის ორი შენაკადი, რომელიც ერთმანეთს ავსებს ინფორმაციულად, წვენა და ცოდნა, რომელიც შეუძლებელია მათი განცალკევება, იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ამ ქვეყანაზე 64-დან როგორც კი გამოვედით, მივიღეთ რაღაცა გარკვეული სიმკვრივე, იმიტომ რომ ჩვენი ეთერული სხეულები, რომელიც არც ფიზიკოსი შეგედავებათ ამაზე, ვერც ეზოთერიკოსი და ვერც მათემატიკოსი, მიუხედავად იმისა, რომ გალილეო გალილეიმ ჯერ კიდევ 1600-იან წლებში დაწერა ნაშრომი, რომელშიც თქვა, რომ ჩვენი სამყარო აგებულია მათემატიკური ალგორითმით და დღემდე გაუძლო მეცნიერების კრიტიკას ამ თეორიამ გალილეო გალილეის და შესაბამისად ჩვენ ადამიანები, ისე როგორც ცხოველები, მცენარეები, არაცოცხალი სამყარო სტრუქტურულად ერთი სტრუქტურისგან შევდგებით, ეს ჩვეულებრივი პროტონები, ნეიტრონები, ელექტრონები, 2012 წელს წერაში აღმოჩენილი ბოზონი, რომელსაც ამბობდნენ, რომ ის ველი არ არსებობს და ბოლოს აღმოჩნდა როგორც იქნა და მე თითქოს მეცნიერებმა აღიარეს რაღაცა თეორია ცეცხლი უწოდეს ერთი პერიოდი, მე გადაარქვეს სახელი, მე ისე დაარქვეს და ჯამურად მაინც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვაკუუმი რო საერთოდ ციცარიელი ეგონა და აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტი ინფორმაცია იქ არის. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე და ვეწინააღმდეგოთ, იცით რა, ყველა ადამიანი ალბათ თავის თავში მორწმუნეა, ყველა ადამიანი მორწმუნება იწყება საიდან, რომ ადამიანი და უმრავლესობა კი არა, თითქმის 99% ვერასოდეს ვერ უშვებს თავის თავზე ისეთ რაღაცას, რომ მისი ცხოვრება რაღაცა გარკვეული 10 წლეულების თუ რაღაცა წლების შემდგომ დასრულდება. ეს ძალიან ძნელი დასაშვებია ზოგადად როგორც ფსიქოლოგიურად, ასევე ნეიროფიზიოლოგიურად, იმიტომ რომ ის რაც ხდება, თქვათ უყურებთ ადამიანის გარდაცვალებას, დავდივართ პანაშვიდებზე, გასვენებში, საკუთარ თავზე ძალიან ძნელი წარმოსადგენია ყოველთვის დამეთანხმებით, იმიტომ რომ ადამიანს არასდროს არ გვინდა რომ მისი ცხოვრება დასრულდება. ეს არის ძალიან ესეთი დაცვითი ფენომენი. თითქოს რაღაცის ეშინია, თითქოს იქეთ წასვლის ეშინია. ადამიანები ამბობენ, რომ არ არიან მორწმუნეები, მაგრამ ამ ადამიანებს მაინც ეშინიათ გარკვეულწილად გარდაცვალება, ხშირად არის ხოლმე მე გამიგია პაციენტებისგანაც, რომ რა იცით იქ რა ხდება. მოდი მაინც მომზადებული, ანუ გარკვეულწილად მაინც არსებობს ეს ბუნდოვნება და ისტორიული გამოძახილი, როგორც მაგალითად არის გენური გამოძახილები და პერიოდულად რაღაცები გამოჩნდება ხოლმე ჩვენს თავში, ჩვენს ცხოვრებებში საინტერესო ფაქტები, რომ ჩვენ კიდე არ კიდე ყოველდღიურად ვეხებით სასწაულებს, გინდა სამედიცინო პრაქტიკაში, გინდა ყოველდღიურ ცხოვრებაში, ფიზიკოსები თავის ლაბორატორიაში, მათემატიკოსები თავისთან, მაგრამ უბრალოდ იმდენად გადაიტვირთა ჩვენი გონება ამ საინფორმაციო ტექნოლოგიებით, რომ ძალიან რთული გახდა განსაკუთრებით, რაც უფრო პერიოდი გადის. მე ჩვენ გვქონდა ახლა
გეოგრაფიულად კომუნისტების სიმხელა პერიოდი, რომ იქ აკრძალულიც იყო გარკვეულწილად რელიგიის ხსენება და რელიგიაზე ასეთი აქტიური მსჯელობა 70 წლის განმავლობაში დაახლოებით, თუმცა მანამდეც და მერეც როცა ეს ტექნოლოგიური რევოლუცია მოხდა და გრძელდება, უბრალოდ რელიგიისთვის თითქოს ადგილი არ ვრჩება, არა და მე მგონი ყველაზე მეტი რელიგიურები ახლა უნდა ვიყოთ იმ კუთხით, რომ ძალიან ისეთ რთულ და მაცდურებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც არ ვიცით რამ შეიძლება სად ჩაგვაგდოს, იმიტომ რომ ფაქტი ის არის, რომ მოიმატა ნეიროფსიქიური დაავადებების რაოდენობა, მოიმატა ონკოლოგიური დაავადების რაოდენობა, ძალიან გახშირდა შაქრიანი დიაბეტი, ძალიან გაახალგაზრდა ავტიზმიანი სიმსივნეები. ვარაუდობენ, რომ დღეს თუ არის 20 მილიონი ახალი შემთხვევა ავტიზმიანი სიმსივნეების მსოფლიოში, გლობალური სტატისტიკით, რომელიც აერკმა გამოაქვეყნა ეს 2050 წლისთვის 35 მილიონი თითქმის 2.5-ჯერ ზრდა იქნება ონკოლოგიური დაავადებების. ესე იგი, რეალურად საქმე იმაშია, რომ ჩვენ რომ ყველაფერი დავაბრალოთ საკვებს დაბინძურებულ ხარჯს, რა თქმა უნდა, ეს გლობლომის წილი მაგაზე მოდის, მაგრამ მაინც ყველაფერი მოდის ნეიროფსიქოლოგიიდან და თავის ტვინის ზოგადი მდგომარეობიდან, იქიდან გამომდინარე, რომ მთელი ნეიროენდოკრინული სისტემა, მთელი იმუნური სისტემა, ისევე როგორც გულსილს, ყველაფერი რეგულირდება თავის ტვინიდან მომდინარე იმპულსებით. თუ აზრი საიდან მოგდის და როგორ მოგდის, ეს არ ვიცით. ამას ფსიქიატრია სწავლობს, მაგრამ აი აზრი რო გაჩნდება და ის მე უკვე გადაეცემა ნერვულ სისტემას და ის უკვე მოქმედებებში შედის და კონც ამოძრავებს იქ ღვიძლიდან რაღაცა ნივთიერებათა სეკრეცია იწყება იქ პანკრეასი ფუნქციონირებს ასე შემდეგ, ეს უკვე ნევროლოგია და შესაბამისად სომატურ ფუნქციებს იწვევს. თუმცა როგორც ძალიან ესეთი შეუცნობელი ფენომენია, არ ვიცით აზრი სად იბადება. არავინ არ იცის, არის ასეთი საინტერესო ჰიპოთეზა, დღეს ამ რამდენიმე თვის წინ საიენსმა გამოაქვეყნა იაპონელი მეცნიერების მიერ შესწავლილი ნაშრომი, სადაც ძალიან ფანტასტიკურად იყო გაშუქებული, რომ აი მაგალითად პანკრეასის ბეტა უჯრედი, ადამიანის კუჭქვეშა ჯირკვლის ბეტა უჯრედი იკვებება სისხლით, აქვს თავისი ნერვული სისტემა, ანუ თავისი ნერვები და მისი ცხოველმოქმედების პროდუქტი არის ინსულინი, გამოიმუშავებს სისხლში ინსულინს და ის ახდენს მონაწილეობას შაქრის დონის რეგულაციაში. ასევე იყო თირკმელზა ჯირკვლის გარკვეული შრის უჯრედები, რომლებიც წარმოქმნიან კატეხოლამინებს, როგორც არის ადრენალინი. ასევე იყო შესწავლილი ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც წარმოქმნის თიროქსინს. თუმცა და ასე სხვადასხვა უჯრედები, რომლებიც რაღაცა ფუნქციას ასრულებდნენ. და მათ შორის იყო თავის ტვინის ქერქის უჯრედები და ძალიან ბევრი იმუშავეს ამ საკითხში, სტატია დაესრულებინათ, გაგრძელდა დაახლოებით 3 წელი შრომა, რომ დაესრულებინათ, გაგრძელდა 3 წელი, რა იყო თავის ტვინის ცხოველმოქმედების პროდუქტი. და საბოლოო ჯამში მივიდნენ იქამდე, რომ სხვა არაფერი არ დარჩათ, იმიტომ რომ თავის ტროფიკული ფუნქცია, ანუ საკვები ფუნქცია გასაგებია, რომ ყველა უჯრედი იკვებება და ნივთიერებათა წყლის პროდუქტები გამოიყოფა სისხლში უკან, მაგრამ ის რომ ფუნქციურად რატო კვებავს ორგანიზმი თავის ტვინის უჯრედებს სისხლით, ანუ ადამიანის ორგანიზმში მოწყობილია ასე თუ მაგალითად ჩვენ კუნძ არ ვამოძრავებთ, ადამიანი არის იმობილიზებული, ის კუნთი ატროფიას განიცდის, ანუ მცირდება მისი მასა, იმიტომ რომ ორგანიზმი მას არ კვებავს, იმიტომ რომ საჭიროდ არ მიიჩნევს მის ფუნქციონირებას. ეს ბჭყალებში რეგულაციის შეცდომა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის კუნთი არ მოძრაობს და თავის ტვინი ხვდება, რომ ის არ უნდა გამოკვებოს იმდენად, რამდენად სხვა ორგანოები. ამიტომ საბოლოო ჯამში რომ მივიდნენ რა არის თავის ტვინის ცხოველმოქმედების პროდუქტი, მაინც მივიდნენ იქამდე, რომ ეს არის აზრი. ოღონდ საიდან მოდის ეს აზრი? ანუ თუ ის ასინთეზირებს ხელშესახები ინსულინს, თუ ის თიროქსინს, თუ ის კატეხოლამინებს რაღაცა, თავის ტვინის სხვა არაფერი ფუნქცია ქერქის უჯრედებს ის პროდუქტი მოდიო დავარქვა თუ არის აზრიო, ნუ სხვა ვერაფერი ვერ ნახეს. იმიტომ რომ რატო იკვებება თავის ტვინი ასე ინტენსიურად ქერქის სისხლით, ხო? ის ჰორმონების სეკრეციას არ ახდენს ქერქის უჯრედებზე მაკლაპარაკი და არა ქერქქვეშებზე, სადაც ძალიან ბევრი ნივთიერება გამოიყოფა. მათი გამოსხივება, მათი პროდუქტი არის აზრი, რომელიც სიტყვაზე არ არის ხელშესახები, არაფერი არ აქვს მისი მამტკიცებელი, რომ ეს რა არის და როგორ არის. ნუ მაგრამ ფაქტია, რომ ზემოდან ხდება ამის შეყვანა სადღაციდან თუ შიგნიდან როგორ გენერირდება ეს არავინ არ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაცია
არსებობს და მე და თქვენც ახლა რომ საუბრობთ, საერთოდ არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ეს აზრი მოვიდეს, ისე ავტომატურად ხდება მიკროწამებში და მილისეკუნდებში ამის სიტყვების გენერირება და იმაზე საუბარი თუ რაც გვინდა გავაგრძელოთ, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ამას რაღაცა მატერიალურმა სუბსტრაქტმა გაუძლოს. მე უბრალოდ დავინტერესდი რამდენიმე დღის წინ რაღაცა ძალიან საინტერესო სტატია კვლევებს გადავაწყდი ინტერნეტში, რომელსაც ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარები სწავლობდნენ ბოლო 5 წლის განმავლობაში, თუ რა შექმნა ხელოვნურმა ინტელექტმა და იყო მსჯელობა, რომ წარმოიდგინეთ დღეს მთელი მსოფლიო დაწყებული უკვე სკოლის მოსწავლეებიდან დამთავრებული ხანდაზმული ადამიანებით, ანუ ველანი ხელოვნური ინტელექტის სხვადასხვა პროგრამებით არიან დაკავებული და უკვე მე მგონი Google-ის საერთოდ ჭალებში გარდაიცვალა საძიებო სისტემა და ხელოვნურ ინტელექტში ეკითხებიან ყველაფერს, აკეთებინებენ, აგენერირებენ მასალებს და უამრავ რაღაც. წარმოიდგინე, წუთში დათვალეს ინფორმაციების რაოდენობა, რა რაოდენობის ინფორმაციას აგენერირებდა. ეს იყო რაღაცა კოლოსალური ინფორმაციები, რომელიცაც ეს ხელოვნური ინტელექტი ჯამურად ახდენდა მის გენერაციას და შემდგომ კი ეს გადაიყვანეს ბიონიკაში, ანუ შეადარეს ადამიანის უჯრედში, ერთ უჯრედში, მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე პატარა უჯრედი, რომელიც არის ადამიანისთვის, ეს არის ღვიძლის უჯრედი, რომელსაც ქვია ჰეპატოციტი. და ნახეს, რომ ღვიძლის უჯრედში წარმოქმნილი ინფორმაცია, რომელსაც ღვიძლის ეუკარიოტული უჯრედია, მას აქვს ბირთვი, მასში არის დნმ, სადაც სინთეზირდება ცილები, სადაც ხდება ნივთიერებათა დეტოქსიკაცია და ეს ყველაფერი დნმ-დან იწერება RNA-ზე, RNA-დან გადადის ბირთვში და იქ ტრანსლირდება რიბოსომებით ცილების სახით, მე ზოგი ცილა მონაწილეობს დეტოქსიკაციაში, ზოგი ცილა რეცეპტორულია, ზოგი ცილა ინტრაცელულური სასიგნალო მოლეკულა და ასე შემდეგ, მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ინფორმაციულად რო გადაიყვანეს ეს და გაზომეს ბიტებში, მე არ დაიტია ბაიტებში, მე ტერაბაიტებში, მე კიდე 10 და მიიღეს ასეთი რამ. აი, ერთი პატარა ღვიძლის უჯრედი, რომელიც არის ჰეპატოციტი, ანუ ერთ უჯრედზეა ლაპარაკი და არა მთლიანად ღვიძლზე, ანუ რომელშიც მიმდინარეობს დნმ-დან ინფორმაციის გადაწერა RNA-ზე, RNA-დან ცილების ტრანსლაცია ციტოპლაზმაში, ზოგი ცილა არის რეცეპტორული, ზოგი ცილა არის სასიგნალო მოლეკულა, ზოგი ცილა მონაწილეობს დეტოქსიკაციაში და ასე შემდეგ. ეს ერთ უჯრედში არსებული ინფორმაცია, რომელიც ერთ წუთში ხდება ჰეპატოციტში, რო გადაიყვანეს ინფორმაციულად ბაიტებში, მე ტერაბაიტებში და მე გაცდა ამ ზომებს და უზარმაზარ ციფრებზე ავიდა და ეს არის გლობალურად მთელ მსოფლიოში ხელოვნური ინტელექტის ყველა პროგრამის მიერ დაგენერირებული ინფორმაცია, რასაც მივწერთ, თქვენ მიწერთ და სხვები მიწერენ მთელ მსოფლიო მასშტაბით. ერთი წუთის განმავლობაში რა ინფორმაციასაც ის აგენერირებს, ეს არის მთელი მსოფლიოს ინფორმაცია ერთი წუთის განმავლობაში, რაც ხდება ხელოვნურ ინტელექტში. ეს არის ღვიძლის უჯრედში, რაც ხდება ერთ წუთში. ერთი მიკროსკოპული უჯრედი, რომელიც არის დაახლოებით პიკოგრამების წონის. და ეს მეორე დიაგრამა გვაჩვენებს ძალიან საინტერესო რაღაცას. ეს წითელი არის უკვე ხელოვნური ინტელექტის მიერ დახარჯული ენერგია ერთ წუთში. იგივე ინფორმაციაში და ეს იასამნისფერი, ანუ პინკი ფერის არის ჰეპატოციტის მიერ დახარჯული ენერგია ერთ წუთში იგივე ინფორმაციის დამუშავებაში. ანუ ეს როგორ გაწითლებული, ანუ მიაქვს უზარმაზარი ელექტროსითბური ენერგია, რომელიც გარდაიქმნება სითბურ ენერგიას და როგორი მაღალ ორგანიზებულია, ასე ვთქვათ, ადამიანის ორგანიზმის ერთი პატარა უჯრედი როგორი მოვლილია, სადაც აქ არის კიდე ხაზგასმული ამ სტატიაში, რომ შეცდომების რაოდენობა ხელოვნურ ინტელექტში არის კოლოსალური ციფრი და აქ არის ძალიან მიზერული, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ უჯრედი გადაიტვირთა ალკოჰოლით, უჯრედი გადაიტვირთა ტოქსიური ნივთიერებით, ნარკოტიკით და ასე შემდეგ და ამას მოხდა ნეკროზული ცილება. ძალიან საინტერესო საკითხია ოქსფორდის უნივერსიტეტმა და მართლაც აღიარა, რომ ბიოლოგიურ მეცნიერებას ვერასოდეს ვერ დაეწევა ხელოვნურად შექმნილი მეცნიერება, იმიტომ რომ ჩვენი თავის ტვინს რო ვაჯობოთ, ჯერ ჩვენი თავის ტვინი უნდა შევიცნოთ და ესე ჩვენზე უკეთესი რო გავაკეთოთ, მაშინ უნდა ვიყოთ ის, ვინც ჩვენ შეგვგქვნა. შესაბამისად, რამდენად დიდია ერთი უჯრედი ჩვენს მიერ ძალიან მილიარდებით დახარჯულ თანხებზე, ერთ უჯრედში არსებული ინფორმაცია, წარმოიდგინეთ, ახლა
ამის გამკეთებელი, ამის შემქმნელი, რომელიც რა თქმა უნდა თავში არ გაჩნდებოდა, ხო, დედამიწაზე. რამდენად დროისა და სივრცის შემქმნელი, დროისა და სივრცის მიღმა და დროსა და სივრცეში ერთდროულად და თითოეულ უჯრედში. შემოქმედი ჩვენი უფალი. ეს არის ის, რომ მიტოქონდრიებში ელექტრონული ენერგია, ელექტრონების გადაცემა ამ ციტოქრომებზე რომ მიმდინარეობს, კვანტური თეორია მეტი არაფერი არ არის, რომ პატარა ელექტრონები გადადიან, გადააქვთ ინფორმაცია და ჩვენს ორგანიზმში ხდება გარემოსთან კავშირი პირდაპირ სუნთქვა აქვს ქსოვილოვანი, ანუ ჟანგბადს ჩავისვთქოთ და ელექტრონების დონეზე იშლება ყველაფერი, ანუ კვანტურ დონეზე იშლება, ანუ სხვანაირად ორგანიზმში ვერ გატარდება ვერაფერი, თუ ინფორმაციულად არ დაიშალა კვანტურ. აქედან გამომდინარე არის ის, რომ ჩვენ რეალურად ვხედავთ გვესმის გრძნობთ ორგანოებით იმას, რასაც ჩვენი თავის ტვინი ფილტრავს და რაც ჩვენცნასაც ჩვენ ცნობიერს აწვდის, იმიტომ რომ არსებობს ასეთი აუხსნელი ფენომენები მეცნიერებაში, მაგალითად ფსიქიატრიაში და ნეირობიოლოგიაში არის ასეთი ცნობილი ფაქტი, რომ ადამიანს შეუძლია ფერის მოსმენა, ადამიანს შეუძლია ბგერის დანახვა და ასე შემდეგ, ხო? და შესაბამისად სუნი მისი შეიგრძნოს. და ეგეც დაინახოს შეუძლია. აქედან გამომდინარე ეს მეცნიერება ჯერჯერობით მაგას ვერ ხსნის, ისე როგორც მაგალითად ვერ ხსნის ლურდის სოფელი ლურდის საფრანგეთში, სადაც ამოსული წყაროდან განიკურნა რაღაც ადამიანების ისეთი მომძიმე პაციენტები განიკურნენ, რომ მთელი მსოფლიო მეცნიერები იყვნენ ჩართული მაგ პაციენტების განკურნებაში და ბოლოს დაარქვეს ამ ყველაფერს, რომ ეს იყო ფსიქოსომატური და ბოლოს ერთმა მეცნიერმა ისიც კი დაწერა, რომ ეს არის ზედმეტი რწმენის შედეგიო და დააჯერესო თავი ჯანმრთელები იყვნენ და იმიტომ განიკურნენ, რომ ამ მომაკვდინებელი სენისაგან, თუმცა იქ დაახლოებით 200-მდე ადამიანი განიკურნა ჯამურად, ლიტერატურაში 70-მდე წერენ, თუმცა ფრანგულენოვან ლიტერატურაში ლურდია სოფელი, სადაც დღემდე მიდის უამრავი ადამიანების წყარო, სადაც ამოვიდა პირველი პაციენტი რომ განიკურნა და ეს ისტორიული ფაქტია, რომელსაც აღარ უარყოფენ, იმიტომ რომ ეს 1800-იანი წლების ბოლოს იყო და შემდგომ პორტუგალიაში ანალოგიური შემთხვევა რომ მოხდა, მეგონი 70,000 ადამიანო დაინახა ის ფატმანის მზის ნათებები იყო, რომელიც ხო, ვერავინ ვერ ახსნა ეს ფენომენი. და ეს რას გულისხმობს? ასე კი პორტუგალიაში ერთ-ერთ სოფელში გამოჩნდა ცაზე გამოჩნდა რამდენიმე მზე. ეს იყო 1917 წელს. ხო, რაღაცა მზეები ჩნდებოდა პერიოდულად უამრავია, თითქოს მზე შემოდიოდა ადამიანების სიცოცხლეში, პირდაპირ ველები ჩანდა, გადაღებულიც არის ეს კადრებიც არსებობს ამაში და მაგას ძალიან ბევრი ადამიანი იკვლევდნენ, იმიტომ რომ 1000 მზის სასწაული დაარქვეს, იმიტომ რომ თითქოს რაღაცა უამრავი მზეები ჩანდა ერთდროულად და მერე უამრავი ადამიანი გამოეფინა პორტუგალიის ის რეგიონი, მთლიანად დაკავებული იყო და მაგასაც დაარქვეს მასობრივი ფსიქოზი. ერთი პერიოდი, თუმცა მერე ძალიან ბევრი მეცნიერები და ძალიან დიდი მეცნიერები მათ თქვეს, რომ ეს იყო ჩვეულებრივი მეცნიერებისთვის აუხსნელი მოვლენა, რომელსაც ჭირდება დამოუკიდებლად შესწავლა. თქვენ ენერგიები ახსენეთ, ალექსანდრე, და ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მართლაც სიტყვაც ისეთი ვიბრაცია აქვს, ისეთი ენერგია აქვს, თითოეულ უჯრედამდე დადის და იგივე ბილსიტყვაობა, წყეულა, კრულა, საკუთარ თავზე ცუდის თქმა, ცუდი უსურვო, საკუთარ თავს თუ სხვას არ აქვს მნიშვნელობა. ამას ეს ყველაფერი სათითაოდ თითოეულ უჯრედს ესმის, რომელიც მილიარდობით არის, ხო, მარტო მგონი თავის ტვინში 186 მილიარდი არის მარტო თავის ტვინის ქერქში. მარტო ქერქში. ამდენი არის გლიური უჯრედი, კიდე მათი მკვებავი უჯრედები. წარმოუდგენელი რაოდენობა. თუნდაც ისიც აი რომ დნმ არის თითოეულ უჯრედში მეტრიდან 2 მეტრამდე და ეს რო გადაებას ერთმანეთს დედამიწას ალბათ წრეს დაარტყავს. თუნდაც ის რომ სიზარღვების რო გავამთლიანოთ 100,000-ობით კილომეტრია რომ შევაერთოთ. წარმოუდგენელი ინფორმაციას ინახავს და თქვენ უჯრედზე საუბრობდით და მეც მქონდა ხშირად მიფიქრე, აი რა არის ის რომ რაც ფიქრობს ჩვენში, ვინ არის ის ვინც ფიქრობს, ხო? სად არის? აი არის რაღაც ტექნიკები, ფსიქოტექნიკები, რომ
შუბლის წილიდან უკან გადააქვთ ეს როდესაც დიაგნოზი არის რაღაც თქვა overthinking-ს რო ეძახიან რომ თითქოს შუბლის წილი რომელიც ერთი შეხედვით ეკრანულია ტვინი მაგრამ ამბობენ რომ მაინც გადაწყვეტილების მიმღები აი შუბლის ძარღვი გაუწყდა რომ ამბობს რაღაცა თითქოს ამასთან არის კავშირში თუმცა ხა ესეთი დამადასტურებელი ბოლომდე ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ერთი უჯრედი როგორც ერთი სახელმწიფო, სადაც არის ცენტრალური მმართველობა, სადაც არის პერიფერიული მმართველობა, მესაზღვრეები, ტრანსპორტი, პოლიცია, ჯარი, აი ნუ სახელმწიფოა. და ამ სახელმწიფოში სასწაულები ხდება ერთ მიკროსკოპულ უჯრედში. ეს ამის ყველაფრის ორკესტრირება და სისტემაში მოყვანა ხანდახან ვფიქრობ ეს როგორ შეუძლია ადამიანს წარმოიდგინოს რომ ეს ყველაფერი თავისით შეიძლება გაჩენილიყო, თავისით შეიძლება შექმნილიყო ამ სამყაროში და ამას არ ყავდეს რაღაც წარმოუდგენლად გონიერი შემოქმედი, რომლის გონიერებასაც ჩვენ ვერ ჩავწვდებით, რაც არ უნდა მოვინდომოთ. აი ახლა ეს ვიზუალი წეღარაც ნახეთ ხელოვნური ინტელექტი ხა რამდენი წლების განმავლობაში ხდებოდა მისი შექმნა და დაგეგმარება რამდენი პროგრამისტი მუშაობდა ამასთან დაკავშირებით. ახლა ვიღაცას რო უთხრა რომ ეს თავისით შეიქმნებოდა რა პრობლემაა ხო თუნდაც მაგის ავტორებს ახლა წარმოვიდგენია მათი აგრესიის ხარისხი ნახველაზე ავარდებოდა კათოდურ დეპრესიაში ჩავარდებოდა. თავისით. ხო ნუ თავისით რა თქმა უნდა ვერაფერი ვერ შეიქმნა თავისით ვერაფერი ვერ გაჩნდება ცნობილი გამოთქმა რომ თუ არა დეკი და გაინძერის შესაქმეს ვერავინ ვერ გააკეთებს, ასე რომ ის რაც უნდა აღიაროთ ადამიანებს შეგვეძლოს ის რომ არსებობს მაგალითად შეიძლება შენ ძალიან ჭკვიანი ხარ, მაგრამ არსებობს შენზე ჭკვიანი, კიდე არსებობს იმაზე ჭკვიანი, კიდე არსებობს ჭკვიანი. ამის აღიარება ის არის ძალიან დიდ ცულოვნება, იმიტომ რომ რაც უფრო და გამშვიდებს ასე. ხო, რატომ უნდა იღელო. ხო, იმიტომ რომ ესე რა არის ჩვენი ისტორიული წინაპრების სიცოცხლის ხანგრძლივობა, ეს შუა საუკუნეებში მოხდა ის, რომ დიდი ომიანი, დიდი ეპიდემიების აღწერების დროს სიცოცხლის ხანგრძლივობა მკვეთრად შემცირდა, თუმცა მანამდე არ იყო სიცოცხლის ხანგრძლივობა ასეთი კაფიოდ შემცირებული, ანუ ესეთი დაბალი ზღვარის თუ გავიხსენებთ თუნდაც ბიბლიურ პატრიარქებს, რომელთა ზოგიერთის არსებობა ნამდვილად რეალურად დასაბუთებულია, მათ არ ჰქონდათ შური, მათ არ ჰქონდათ ბომა, მათ არ ჰქონდათ ის რომ თუ ვინმე მასზე უკეთესი იყო, რა თქმა უნდა მათ ეს უხაროდათ, იმიტომ რომ თუ შენი მეზობელი შენზე ძლიერია, შენი მეგობარი შენზე ძლიერია, ბუნებრივია შენ ძლიერი ხარ, ხო თუ მეგობარი ამ გაგებით აღიქონდა. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა ერთხელ ერთი ინტერვიუ მაქვს მოსმენილი, ბატონ ავლი ბზურაბიშვილის ახალ ჩვენი ჩვენი საკონეს ეკითხებოდნენ როგორ შეინარჩუნეთ მეხსიერება და გონიერება ამ ასაკში ასეთი აქტიურია და არავის არ მშურდა თან როგორ ტემბრი ქონდა ხმის და ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა მისის ეს დიალოგი ხო მე გააგრძელა საუბარი და ძალიან საინტერესო იყო იმიტომ რომ ეს ნეირომორფოლოგიით დაიწყო მან მუშაობა და კვლევა ფსიქიატრიაში სანამ გადავიდოდა და შესაბამისად ფანტასტიკურად ხსნიდა იმ მექანიზმებს როგორ ანგრევს ცუდი აზრები ადამიანის ნეიროფსიქიკურ ქმედებას ნეიროფსიქიკურ სახეს და როგორ აბერებს ორგანიზმს ამავდროულად მინდა ეს შეიძლება ახლა რელიგია მეცნიერებას ცოტა ავწდით, მაგრამ აი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია ის, რომ მიკრობიომი, რომელიც ადამიანის ნაწლავში არის და ძალიან დიდ ფუნქციას ასრულებს და ნელ-ნელა კიდევ უფრო გროვდება მიკრობიომზე ინფორმაცია და უკვე არ ვიცი რამდენი ინსტიტუცია იკვლევს ამ მიკრობიომის ფუნქციებს, არის ასეთი მოსაზნო, ჯერ დავიწყოთ იქედან, რომ ასეთი სიმბიოზი, რომელსაც ადამიანის ორგანიზმი იტანს მიკრობიომის სახით, ასეთი სიმბიოზი არც ერთ ცოცხალ ორგანიზმში არ არსებობს. წარმოიდგინეთ, მიკრობიომის ბაქტერიების რაოდენობა, რომელიც ნაწლავში ცხოვრობს, იმაზე მეტია, ვიდრე ადამიანის უჯრედები. ის რაოდენობა ერთიანად მთელი სხეულის. იმიტომ რომ ბაქტერია განაცილებით პატარა ვიდრე ეუკარიოტული უჯრედი და შესაბამისად ადგილს რომელსაც ის იკავებს ნაწლავში აჭარბებს ყველაფერს. ყველა უჯრედის რაოდენობას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში. მიკრობიომის მიერ გენერირებული ელექტრონული იმპულსები და ელექტრონული ველი იმდენად სინქრონშია ადამიანის ორგანიზმთან, რომ შეუძლია გარკვეულწილად მართოს კიდეც მაგალითად ნერვული სისტემის ჯანმრთელობა, ღვიძლის ჯანმრთელობა და სხვადასხვა ორგანოების ჯანმრთელობა. და გერონტოლოგებმა ბოლოს გამოაქვეყნეს ასეთი საინტერესო სტატია, რომ
კვლევები რამდენიმე ინსტიტუციამ სხვადასხვა ცალ-ცალკე დამოუკიდებლად გამოაქვეყნეს, რომ გარკვეული ბაქტერიების რაოდენობა ასაკის მატებასთან ერთად მცირდება და თუ ამ ბაქტერიების იმ ადამიანებში, რომლებიც გონებრივად შენახულები არიან, მიღწეული არიან 100 წელს და აქტიურები არიან, ეს მიკრობიომი აქვთ ისეთი, როგორც აქვთ მათ მოზარდობის ასაკში. ანუ მიკრობიომის შესაძლებელია ბიოლოგიური ასაკი მთლიანად შეიცვალოს, ანუ ისე როგორც სისხლძარღვების კედლებზე არის ლაპარაკი ჩვენი ასაკი ჩაწერილია ჩვენ სისხლძარღვებში, ასევე ჩვენ სისხლძარღვებს თუმცა ასუფთავს ჩვენი მიკრობიომიც. მიკრობიომი მონაწილეობს ამის გასუფთავებაში, იმიტომ რომ თუ ნაწლავური მონელება, სადაც მთავრდება მონელება იწყება პირის ზღვრში, მერე გრძელდება კუჭში, მერე 12 ჯანმრთელობაში და მერე საბოლოოდ ცილებისა, დიპეპტიდების დაშლა ხდება ნაწლავური ბაქტერიების ფერმენტებით და ნაწლავური ფერმენტებით თუ ბოლომდე არ დაიშალდა ის ლპობის პროდუქტები დარჩა, მერე ის გადადის და აზიანებს ღვიძლსაც, აზიანებს სისხლძარღვებსაც, აზიანებს გულსაც, თავის ტვინსაც და ასე შემდეგ. თუ მიკრობიომი წესრიგშია, მთელი ორგანიზმი წესრიგშია. აქედან გამომდინარე, ასეთი სიმბიოტორი ორგანიზმი, რომელიც გამოვიდა სამყაროში ისეთი დაცული სტრუქტურიდან, როგორც არის 64 და სხვადასხვა ეს იმდენად საინტერესო გარდასვლა ზოგადად 64-დან ადამიანის გამოსვლა. ბიბლია გვეუბნება, რომ ღმერთმა ადამი მოზილა წითელი მიწისგან, უკვე 64-შიც კი ადამიანი მიწისგან იყო შექმნილი. ანუ ჩვენ ხო არ ვიცოდით, რომ ის უნდა მომკვდარიყო, ჩვენ 64-ში რომ ღმერთმა ადამიანის შექმნა, ის არ უნდა მომკვდარიყო, ხო? ის უკვდავი იყო, სანამ ევა საოცარ ვაშლს მithora რაღაცა ხელს მიაწოდებდა. მაგრამ მაინც მიწიდან შექმნა. პირდაპირ მიწა აიღო და მიწიდან შექმნა და იმიტომ რომ მიწა რომელიც ღმერთმა შექმნა, სავარაუდოდ ალბათ ეს ალეგორიულად იქ იყო ყველა ის მიკროელემენტი თუ ყველა ის ელემენტი, მიკროელემენტი. ყველა ის კვანტი, რომელიც რომელმაც მე ელემენტების სახე მიიღო, როცა გარეთ გამოვიდა ეს ტრანსფორმაცია, რომ 64-დან გარეთ გამოვიდა, უკვე ეს არის ეს კვანტური ნაწილაკების გადასვლა უკვე ელემენტარულ ნაწილაკებში, ანუ ქიმიურ ელემენტებში. იმიტომ რომ როდესაც გარეთ გამოდის და ეცლება ღვთიური რაღაცას რო ენერგიას გამოაცლით, ის აუცილებლად შეიკუმშება. შესქელება ხდება. ხო, შეიკუმშება და მიიღება, იმიტომ რომ ჩვენ რო რაღაცას მივანიჭოთ ძალიან დიდი ენერგია და აი მაგათად შეგვიძლია მაგათად ძალიან დიდი ენერგიაზე ჰაერიც კი გავათხევადოთ და მივიღოთ თხევადი ჰაერი, რაც რეალურად ეს ნებისმიერ ფიზიკის და ქიმიის კანონებზე წინააღმდეგება. როგორც შეიძლება ჟანგბადი გათხევადეს, იმიტომ რომ ჟანგბადის რო გათხევადება უფერო ჰაერი, მიიღება ცისფერი ფერის სითხე. ანუ ჟანგბადის თხევადი ჟანგბადი არის ცისფერი ფერი. ანუ ღვთიური ენერგია რო გამოეცალა, ის დაკონცენტრირდა და მიიღო ასეთი სახე, როგორც სახიდაც ვართ. და შესაბამისად, მისი დაცვისთვის და ბუნებაში ყოფნისთვის გახდა საჭირო ძალიან ბევრი ელემენტები, მათ შორის ესეთი სიმბიოტორი მიკრობიოტა, რომელიც მისი სიცოცხლისთვის აუცილებელია და მის გარეშე ადამიანი ვერ იცოცხლობს. ისევე როგორც ეს მიკრობიომი ევოლუციურ კიბეზე, რო შევხედოთ კედან წერებიდან, მერე თევზები, მერე ყველაზე რეპტილიები, ფრინველები და ძუძუმწოვრები. ანუ სხეულის მასას და მიკრობიომის მასას შორის არის პრინციპული განსხვავება, ანუ ეს განსხვავებები ან მატულობს, ანუ ძუძუმწოვრებში ყველაზე მეტია და ყველაზე დაბალგანვითარებულ ორგანიზმებში ყველაზე ნაკლები სხეულის მასასთან შედარებით მიკრობიომის მასა. პირდაპირ კავშირშია ინტელექტუალური კოეფიციენტის მაჩვენებელთან. აი ადამიანების მერე მაიმუნებშია ყველაზე ბევრი, მერე კიდე ძაღლებშია, მერე კიდე კატებშია და ანუ რეალურად რაღაცა ღმერთმა ძალიან საინტერესო პროგრამა ჩაგვიდო. ჩვენ რაღაცა ესეთი ფაქტ-ხალებთ და ვცდილობთ ამოხსნათ, თან ყველაზე რაც არის ერთმანეთს რო ეჯიბრება მეცნიერები და მე ერთმანეთს აკრიტიკებენ და მე სულ მოგიყვეს ხოლმე ამის დრო რო რჩებათ ადამიანებს. რაღაცა ძალიან ბევრი დრო ეკარგება თამაში, როცა შეიძლება ძალიან ერთიანი ველი შეოქმნათ, ისევე როგორც თუნდაც 64-ში მივამსგავსოთ ეს სამყარო ძალიან ლამაზი იქნება. აი თქვენ რაც ბრძანეთ, საოცარი რაღაცა იყო, რომ ზოგადად კუჭნაწლავი და ნაწლავები განსაკუთრებით არის დაკავშირებული ის დაავადებები, რაც მათ ემართებათ ფსიქოსომატურ დაავადებებს გულისხმობთ, ეს პირდაპირ კავშირშია მოუნელებელ ამოუთქმელ შინაარსებთან. ის რასაც ადამიანი განდევნის თავისი ცნობიერებიდან, რასაც არ იგივე აღსარების ფენომენალურობა მაგაშიც არის, გარდა ახლა იმ საიდუმლოებისა, რომელიც არის და ეს არის უფლება, უფლისგან მოცემული, რომ რაღაცა შეგვინდოს,
ზოგადად ამოთქმას რომ ხელა დაშლის უტილიზაციის ენერგია აქვს წარმოუდგენელი და აქედან გამომდინარე პირდაპირ კავშირში არის ჩვენი აზრები, ჩვენი ცხოვრების წესი, განზრახვები. უნდა განდევნო აღსარების დროს, მოიშორო. აღსარების დროს ხდება მისი აი რომ აძლევს და უნდა დახიო და დაწვა ეს დაწერილი არ თერაპიამ აიღო აქედან შიშების რაღაცების გამოტანა ადამიანის ორგანიზმიდან და სხეულს თავისი მეხსიერება აქვს ყველაფერი ახსოვს სხეულს მოცლად ყოფნაც დაბადებაც რა თქმა უნდა ახსოვს და შეიძლება ბევრი სხვა ფობიები შიშები ქონდეს აქედან გამომდინარე და მართლაც ახლა თქვენ რაც აღნიშნეთ რამდენად კავშირშია გმონელება და განთავისუფლება პირობითად ტოქსინებისგან ადამიანის ჯანმრთელობასთან და მოვიტყოდი ფსიქოფიზიკურ ჯანმრთელობასთან და არა მარტო ფიზიკურ ჯანმრთელობასთან. აი პაციენტებთანაც ურთიერთობა არის იმდენად საინტერესო ზოგჯერ ძალიან გულით გინდა რომ დაეხმარო რაც უფრო მეტად ინდომებ ადამიანების დახმარებას მეტად გამოგდის რაც უფრო მეტად იხარჯებებ რომ მეტად გამოგდის იმიტომ რომ არ შეიძლება არ არსებობს დღეს ორი ერთნაირი ადამიანი ისე როგორც არ არსებობს ორი ერთნაირი ენერგეტიკის მატარებელი ორგანიზმი იმიტომ რომ ჩვენ სხვადასხვანაირი ნეიროფსიქოლოგიური ისა გვაქვს ორგანიზმში სამოსად სხვადასხვანაირი ენერგიის მატარებლები ვართ ყველა ადამიანები ამიტომ ყველას უნდა ჩამორად მიუდგე იმ ენერგეტიკული ველით, თუნდაც მედიკამენტების სახით იქნება ეს თუ სიტყვით, თუ ქმედებით, თუ ასე შემდეგ, რომ მან მიიღოს ის, რასაც ქვია კურნება, იმიტომ რომ მედიცინამ გამოიარა 1000 წლეულები და კაცობრიობა აქამდე მოიყვანა, სანამ მედიცინა ნელ-ნელა სტანდარტიზდებოდა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან, ხო? სტანდარტიზებულა მედიცინამ ისევე როგორც ტექნოლოგიებმა დაგვავიწყა ნელ-ნელა და აი ადგილი არ დატოვა თითქმის იმის გააზრებაში, ჭეშმარიტების შეცნობაში ტექნოლოგიებმა იმდენად დატვირთა თავის ტვინი და ეს დეჟავიუს ფენომენებმა მოიმატა ბოლოს ვიღაცამ დაწერა სტატია რომ დეჟავიუს ეს გადატვირთვის ის არის რომ ნეირო ერთ-ერთი თეორია ხარს გადაიტვირთა თავის ტვინი და სამართლად ისე როგორც სინესთეზიები რო არის მსგავსი აი ეს მოსმენას ფერის და აღრევა ესეც ძალიან ბევრი ნარკოტიკით მიიღწევა ზოგ შემთხვევაში ეს ჰალუცინოგენები სილოცილინით რაღაც და მოკლედ არის ასეთი შეხედულებაც რომ მედიცინა რომელიც წამოვიდა გადაარჩინა ემპირიიდან წამოვიდა ხო ისინი ხვდებოდნენ ახლა ძველ საბერძნეთში ძველ ჩინეთში ძველ ეგვიპტეში თავისი დიდი ისე როგორც იაპონიაში თავისი ძველი მედიცინა ქონდათ იაპონიამ ახლა შეინარჩუნა გერმანიამ დაიბრუნა იაპონიამ შეინარჩუნა სცენარიული მედიცინა გერმანიამ დაიბრუნა კამპომ ისე თავისი სცენარიული მედიცინა და უკვე სადასო სისტემები აფინანსებს მაგრამ უბრალოდ ნელ-ნელა ადამიანი მაინც უბრუნდება ბუნებას ნელ-ნელა მიისწრაფვის იქეთკენ საიდანაც გამოვიდა იმიტომ რომ შეუძლებელია სამყარო თავზე დაგვემხობა ასეთი ტენდენციები და ასეთი გაჭრით იმიტომ რომ ამას ვერასოდეს ვერ დავეწევით გამორიცხულია წარმოგიდგენთ მილიონობით ადამიანია ჩართული მილიონობით ადამიანი მოიხმარს და როგორი პატარაა და ერთი უჯრედი წარმოგიდგენ მილიარდობით უჯრედი შედგება ადამიანს ამას როგორ დავეწიოთ წარმოგიდგენთ ახლა ეს ერთი ადამიანის მიერ მოხმარებული ხელოვნური ინტელექტი იყოს არ გამოჩნდება ამ ფურცელზე. რა თქმა უნდა. ეს ერთი უჯრედია და ვერასოდეს ვერ დავეწევით და საბოლოო ჯამში უბრალოდ დავინგრევით და ჩვენ გამოვიწვევთ ჩვენს შინაგან გრევას, იმიტომ რომ დღეს ადამიანთა უმრავლესობა ძალიან დაღლილია. იცით როგორი ქრონიკული დაღლილობის სინდრომი უკვე გადაიქცა ჩვეულებრივ მოვლენად. ადამიანი გაიღვიძებს ადამიანების უმრავლესობა და უკვე დაღლილები არიან. არ აქვს სრულფასოვანი ძილი, დაირღვა ნელი და სწრაფი ძილის ფაზები. სამწუხაროდ ეს არ კონტროლდება და ისეთი მედიცინის ის დარგი, რომელსაც ერქვა ადრე შინაგანი მედიცინა, სადაც ჯენერალისტი ყველაფერს ერთიანობაში აღიქვამდა და ჰოლისტიკურად უყურებდა ამას, დღეს ძალიან დანაწევრებულია და სამწუხაროდ იმის აღქმა, რომ ადამიანს რა პრობლემა აქვს, ბატონო, ჩვენთან მოვიდა ანტისიმსივნური თერაპია ჩავუტარეთ ან რაღაცა გენეტიკურ კონსულტაციაზე მოვიდა და ის მივეცით ან მოვიდა მაგალითად თერაპიული პაციენტი ან ჰემატოლოგიური, მაგრამ თუ ეს ერთიანობაში მთელი ორგანიზმის პრობლემა არ წარმოედგენთ, ხა თქვენ ფსიქოლოგიით გზანდებით და ძალიან კარგად გესმით, რამხელა გავლენა შეუძლია ხომ ამდენჯერმე მithქვამს, რომ
ადამიანის ელდა შეშინებაზე შეიძლება გული გაუჩერდეს. ამას ქვია მედიცინაში ელექტროლიტური სტეროიდული ნეკროზი მიოკარდიუმის და აი პირდაპირ თავისთავად შეიძლება ისეთი იმპულსი გაუშვას გულის კუნთში, რომ გულის ისეთი ნეკროზი, ანუ ინფარქტი გამოიწვიოს, რომ ეს რუპტურა მოხდეს, ანუ გასკდეს გული და ადამიანი გარდაიცვალოს. თუ თავისთავად სამხელა ძალა აქვს, რომ გულის კუნთი, რომელიც ლამის პერპეტუმ მობილია და 100 წელზე მეტი მუშაობს ზოგჯერ თავისთვის იმხელა ძალა აქვს, რომ ამ ხელა ენერგიის და კონტროლის დაცული მექანიზმების მქონე ორგანო გააჩეროს. ისეთი ინფორმაცია მიიღოს, ანუ თუნდაც იმ წუთას, რასაც ღებულობს, ან მაგალითად რაღაცა უბედურება მოხდა, გაიგო ადამიანმა და ან შეეშინდა რაღაცა და გული გაჩერდა. ან სიხარულითა ჩხდება ზოგჯერ, ხო? ელდაზე გული. რატო არ შეიძლება მაგალითად სადღაც ორგანიზმში არსებობს სიმსივნური ქსოვილი მე მაინც კეთწავედი და მივიღოთ ისეთი მივცეთ ისეთი ელექტრონული ინფორმაცია თუნდაც აზრის სახით ან ფსიქოთერაპიის სახით რომ ის და წავიდეს და ის გაანადგუროს იმიტომ რომ იმასაც იგივე ინერვაცია აქვს ანუ სიმსივნეს აქვს თავისი ფსიქოსომატიკა რა თქმა უნდა და ამ მნიშვნელოვანია თავისი კვება აქვს თავისი ნერვები აქვს რა თქმა უნდა ისე როგორც გულს ეს ატიპიური მიტოზი ატიპიური რაღაც კონგლომერატი უჯრედების გაყოფა ხდება, ну, სხვა ზოგჯერ ჩქარა, ზოგჯერ უფრო ნელა. ეს შეიძლება იყოს რაღაცა ჩაბრუნებული ბოღმა, ჩაბრუნებული რაღაც ადამიანისთვის ის პრობლემა, რომელიც ვერ ამოთქვა და არ გააცნობიერა ხშირ შემთხვევაში. რეალურად მაინც მოდის ნეიროდისრეგულაციიდან. ეს ნეიროდისრეგულაცია შეიძლება ფიდბექი იყოს ორგანიზმის მხრიდან სხვადასხვა რეაქციები, მაგრამ ყველაფერი უკავშირდება მაინც გრძნობით ორგანოების მიერ მიღებულ ინფორმაციას, მისი გადამუშავების პრობლემას, გადამუშავებას ახდენს თავის ტვინი, რომელიც გზავნის სიგნალებს სხვადასხვა ორგანოებში. რა განწყობაც გვაქვს, ისეთი ჯანმრთელობა გვექნება. და ადამიანი რაღაცნაირად რომ ამბობენ ამას ზოგს ეცინება, რომ არის ავტორი საკუთარი თავის, საკუთარი ცხოვრების გარკვეულწილად, თუმცა ეს ავტორობა უნდა იყოს კავშირში იმ სიკეთესთან, იმიტომ სიკეთე თუ არ გაუშვა ადამიანმა ამ სამყაროში ეს ენერგეტიკა რომ ბრუნდება ისე უკან აი შურმა შეიძლება დააზიანოს მაგალითად ღვიძლი ცნობილია ხო აი შურმა შეიძლება დააზიანოს შინაგანი ორგანოები იმიტომ რომ ის ენერგია რომელიც წავიდა ვიღაცისკენ მაშინ გამომუშავდა რა თქმა უნდა ტვინში და ის სამიზნედ იღებს რომელიმე ორგანოს ამიტომ მე თუ თქვენზე კარგს ვიფიქრებ და კარგს გისურვებთ ეს ჩემთვის არის კარგი პირველ რიგში. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანმა გააცნობიეროს რომ როცა ფიქრობს სხვაზე ცუდად ან სხვას მახეს უგებს ყველაზე იმიტომ რომ ეს გამოთქმა რო არის ძველი სხვას ნუგებ მახეს თორე შეგ თვითონ ჩავარდებს მაპირდაპირ ჩავარდნას არ ნიშნავს რომ მეტი ჩავარდნა რა გინდა საკუთარ ფსიქიკას იზიანებ ამით. როცა შეიძლება ის ვერაზოს ვერ გაახორციელო ის რაც ჩაიფიქრე. მაგრამ ერთი რაც შენში ჩადე უკვე ეს უკვე ისეთი ნეგატიური ჰორმონები წარმოქმნით თავისთავად ცნობილია რომ არსებობს ძალიან ბევრი ნეირომედიატორული სისტემები ხო როგორც არის ჰისტამინერგული, გაბაერგული, კატეხოლამინერგული, დოპამინერგული, გლუტამატერგული იმდენად ხდება მისი დისრეგულაცია ნეიროქიმიურად ამ ცუდი აზრების, შურის რისხვის და ასე შემდეგ დროს რომ საკუთარი თავი ბევრად უფრო მეტად ზიანდება ვიდრე სხვა ამ შემთხვევაში. იმიტომ რომ იქ სადაც მოხდება აფეთქება, ბუნებრივია ეს უფრო მეტად ზიანდება ვიდრე დისტანციურად. და ამას ემატება სიტყვა, რომელიც არის უზარმაზარი ენერგიის მქონე და სიტყვით არის შექმნილი სამყარო, უფლის სიტყვით არის შექმნილი და ადამიანი ხო რაღაცით მსგავსია, ხატება და მსგავსება უფლის და მის სიტყვას რამხელა მნიშვნელობა აქვს და როგორ შეუძლია სიტყვით განკურნოს, ან დააზიანოს, ან მოკლას ადამიანი. საკუთარი თავიც და სხვას და ეს არის ასეც სხვას უკეთებ იმას უკეთებ საკუთარ თავს და რაც სხვისთვის გინდა ის გიბრუნდებაში ძალიან მარტივი ახსნათი სამეცნიერო კუთხითაც უკვე ისე როგორც აი ბეკერის ტალღას როცა ამბობს სიტყვას არ აქვს მნიშვნელობა რომელ ენაზე იტყვი რომ არ აქვს ტაქტილური რეცეპტორებიც კი აღიქვამენ იმ ტალღის სიმძლავრეს ანუ ყველა სიტყვას აქვს თავისი განზომილება და თავისი ტალღის სიგრძე და შესაბამისად ისე როგორც ფოტოსინათლის ენერგიაზე შესაბამისად სხეულიც კი აღიქვამს ამას საერთოდ ყრუ იყოს ადამიანი და ვერ გაიგონოს რა თქმა უნდა ის მაგაზე მაინც კი სული არის სრულყოფილი ადამიანი რომელიც ხედავს რომელსაც ესმის თუნდაც ხილულად
თუნდაც ფიზიკურად ვერ ხედავდეს ან არ ესმოდეს და არ შემიძლია შეგელიოთ ალექსანდრე საოცარი ადამიანი ხართ, საოცარი ადამიანიც, მცოდნეც, მეცნიერიც, წარმოუდგენელია თქვენი რეგალიები და ჩამომეთვალ ალბათ მთელი გადაცემა უნდა მიუძღვნათ ამას. ძალიან წარმატებული ხართ და მე გისურვებთ ულევ ბედნიერებას, ჯანმრთელობას, სიხარულს თქვენივე თავის და თქვენივე გარემოსთვის, თქვენივე პაციენტების საკეთილდღეოდ და სასიკეთოდ, იმიტომ რომ მე ვიცით უამრავი მადლიერი ადამიანი თქვენი. მეც მადლობას გიხდით და იმეც ვიტყობ, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება რაღაც არა დაუკმაყოფილებ, კი არა დაუმთავრებლობის განცდა დამრჩა, იმიტომ რომ მე მგონი ამაზე სულმიდა ყველაფერი ვილაპარაკო ხოლმე რაღაცა და მე არაფერი არ რაღაცა არ იცი. უღრმესი მადლობა. დიახ, ჩვენი გადაცემა დამთავრდა. მე კი შეგახსენებთ, რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი ალექსანდრე თავარდქილაძე. კარგად ჯანდებოდეთ მომავალ შეხვედრამდე.